მოგესალმებით ყველას. მართლაც მიხარია ყველას ნახვა, ყველას გვიხარიათ ერთმანეთის ნახვა. მადლობა ღმერთს. მადლობა ჩვენ ძვირფას უფალს, რომელმაც თავისი სისხლით გამოგვისყიდა, რომელმაც დაგვაკავშირა ერთმანეთთან. თავისი დიდებული მისიის აღსასრულებლად. შემთხვევით არ არის რომ მოხვდით ამ ეკლესიაში ერთმანეთის გვერდით. დიდება უფალს. მადლობა ღმერთს მისი შვილობისათვის, არა მარტო შვილობისათვის, არამედ იმ საოცრად დიდებული მემკვიდრეობისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ხალხი, ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე. ჩვენ ვდგევართ მის წინაშე და რა თქმა უნდა, ყველას ყურია მისი ნების აღსრულება, რომ მისი ნება აღსრულდეს დედამიწაზე. ამას წინათ პასტორი ზალი საუბრობდა ნეემიას შესახებ, ნეემიას წიგნიდან და იქ გადავხედე და შემდეგ მესამე თავში ეწერა, რომ როდესაც ისინი კედელს ამაგრებდნენ, სახელებით არის ჩამოთვლილი ძალიან ბევრი, რომ გვერდ-გვერდ, ესე იგი ერთი სახელია ის აშენებდა ამ ტაძარს, ამ მონაკვეთს, მეორე აშენებდა იმის გვერდით სხვა მონაკვეთს და ტაძრის ირგვლივ აბსოლუტურად ყველა გვერდ-გვერდ იდგა და აშენებდა ამ კედელს. დიდება უფალს, ამიტომ გამახსენდა, როდესაც ვლოცულობთ ხოლმე აგდილით, ესე წრეში ჩავდგებით და ესე ვლოცულობთ ხოლმე და გამახსენდა ეს მომენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ლოცვით, რომელიც არის ხოლმე აგდილით და რომლითაც ვდგევართ ერთმანეთის გვერდში, თვითონმა ჩვენთაგანმა დავდოთ ჩვენი წილი აგური ღმერთის სამეფოს მშენებლობისათვის. ჩვენ ხედავთ რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგევართ, ღმერთს უნდა რომ რა თქმა უნდა იმიტომ მოვიდა უფალი იესო რომ დაემსხვრია ბოროტის საქმეები და ამ ძალაუფლებით დღეს ეკლესიამ ეს უნდა გააკეთოს და ასევე როდესაც მოწაფეებმა ვერ განდევნეს ეშმაკეული მიუყვანეს, შემდეგ იესოს ეკითხებოდნენ, რატო ვერ გავდევნეთო და იესომ შემდეგ უთხრა რომ ეს მოდგმა ლოცვითა და მარხვით განიდევნებაო. ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობთ იმისათვის რომ ეს ბოროტი მოდგმა იყოს განადგურებული და ადამიანები იყვნენ თავისუფლები. დიდება უფალს. ამიტომ ისევ და ისევ ლოცვისკენ იქნება მოწოდება რომ დილით ლოცვაზე ყველა მერთად ვილოცოთ. დიდება უფალს.